ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე რომ გადმოვიდეთ. გუშინ საუბრობდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ილაპარაკა, რომ სესხის პროცენტი კიდე შეიძლება გავზარდოთო, იმიტომ რომ ინფლაცია არა და დაიწყო ის უბედურება, რასაც უაკეთებენ ხოლმე. რომ დაიწყეს ახსნა, რომ ინფლაცია არის რეგიონში მიმდინარე პროცესების ბრალი. რა ვიცი, რა მიზეზი არ მახსოვს, რომ საქართველოს რომელიმე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიზეზად მოეყვანა. რომ რის ბრალია ინფლაცია გარდა მისი მოქმედებებისა. ჩინეთში ხორბლის კრიზისიდან დაწყებული, აზიაში ქარების, მიწისძვრების, აქ იმის და ეხლა ყველაზე ახლოს არის და კიდევ უფრო მარტივად აჯერებენ ხალხს, რომ აი ჰორმუზის სრუტეში რაც ხდება, ამის გამო ინფლაცია შეიძლება იყოს პრობლემა და ამის გამო ფულის მასა უნდა შევაკავოთ და ფულის მასის შეკავების საშუალება არის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ანუ თქვენ უნდა გაგეზარდოთ პროცენტი. ძვირფასო მოქალაქეები. მოდი კიდევ ერთხელ საყოველთაოდ აღხსნათ, რომ არ არის არაფერი შუაში ჩემი აზრით და მგონი ვიცი რა თქვენი აზრით და ესე არის, აი ეს პროცესები ინფლაციის ზრდასთან და ინფლაციას ზრდის მათი არასწორი პოლიტიკა. ეს იცით რა შეა პრობლემა, რატომღაც საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან რთულია დაიჯერო, რომ კონსტიტუციაში რო წერია, რომ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ფასების დაგროვებაზე, რომ მართლა ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ანუ უბრალოდ რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობ, რომ აი ეს მართლა მიხედეთ მონეტარულ პოლიტიკას. ბოლოს გამოდიეთ თქვით, რომ არ ვიცით რა გავაკეთეთ. ანუ თუ შენ მოვალეობას ვერ ასრულებ. მაგრამ აი მართლა ჩამოთვალეთ, მათ შორის ერთხელ ინფლაციის მიზეზი იყო, რომ როტერდამში კონტეინერების გადაზიდვა გაზრდა და რა კავშირია როტერდამი ჩვენთან, ანუ არავის არ მაქვს როტერდამი ჩვენთან არავის, მაგრამ მაინც ასეთი მიზეზიც იყო, კომბოსტოს და ბადრიჯანიც იყო, ანუ რა მიზეზი არის? მართლა გეუბნება, აი ბოლო 15 წელიწადში ყველანაირი მიზეზი იტყვა. კი, მაგრამ ნუ აქ თავი პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში ფულის მასას რო შეამცირებ, ინფლაცია ნამდვილად შემცირდება. მეორე საკითხია, რომ ერთი ხელით ეროვნული ბანკი ამას ამცირებს და მეორე ხელით ზრდის და ამიტომ საბოლოო ჯამში შეიძლება სესხები გაუძვიროს მოსახლეობას, მაგრამ რა ვიცი 5 მილიარდია მარტო სესხების გაცემით კი არ ხდება ფულის მასის და მაგალითად პაციენტის ქაღალდების შესყიდვით, სავალუტო ოპერაციებით და საბოლოო ჯამში რა ვიცი 5 მილიარდით გაიზარდა თუ არ მეშლება შეიძლება პლუს მინუს რაღაც 1 მილიარდი ისეთ ტემპით იბეჭდება ფული ჩვენ ქვეყანაში წინა წელს ფულის მას და ამიტომ საბოლოოდ ეს გამოიწვევს ეს იწვევს ფასების დასს. სხვა მეტი არანაირი მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ამ ფულის ბეჭდვის გამო საბოლოო ჯამში ბანკებს მაღალი მოგება აქვს და მე ეს პოლიტიკურად ინსტრუმენტადაც გამოიყენება. ამიტომ ეს საკმაოდ რთული ამბავია რა იმისთვის რომ ერთბაშად დაიძლიოს, მაგრამ ნუ აი საქართველოს მოსახლეობა უბრალოდ ჯერა რატომღაც ამ ყველაფრის როცეუბნები რა შოკები და შოკონიებიო არის რომ მე მგონი არ ჯერათ უბრალოდ ნუ ამაზე ბევრს არ ფიქრობენ, რა ვიცი, ვინმე შეეროდეს ახლა. როგორ შეიძლება არ ფიქრობდეთ? მე მგონი არ პასუხისმგებლობას ჩემ აზრით პოლიტიკურ ვინცაც ძალაუფლება აქ იმას აკისრებენ ფასები რომ იზრდება. არ მგონია რომ ამას აკისრებდნენ ახლა მალაიზიაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ნუ თუ არ არის რაღაც არ ვიწრო პარტია რომელსაც ჭირდება რომ ამით ახსნას რომ აი ბიზნეს ბრალი კი არ არის, აი მალაიზიაში მიმდინარე პროცესების ბრალია, მაგრამ ნუ ეს რაღაც მოქმედებაში არ იზრდება, ხო ამას გამოსავალი ჭირდება. ამიტომ რომ ეს რაღაც ასო წარმოადგენებია, მე ეს კომისიები იქნება პარლამენტში რა შეიძლება სასაცილო იყოს და კომიკური იქაც ხდება, მაგრამ ხო ხდება ანუ ამორჩეულზეა გათვლილი რომ ამორჩეულები ფიქრობს რომ მთავრობა ფასებს ზრუნავს. მე თურმე გამოდის და რაღაც უაზრობებს ლაპარაკობს, თურმე ეს ფასების კომისია კარგია, იმისაც რომ მისი მოვალეობა თქვას რომ ხალხო თქვენი საქმე არის, მე მივხედავ ახლა ფასებს. ანუ სამდროში ასე იტყოდა პასუხისმგებლიანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ხო და ამიტომ საბოლოო ჯამში რა ეროვნულ ბანკმა მართლა ფული არ უნდა დაბეჭდოს. ოღონდ ამის უამრავი ინსტრუმენტი აქვს და ყველა ინსტრუმენტით ერთნაირად უნდა მოიქცეს. ასე რომ აქედან არ დაბეჭდავ და იქიდან დაბეჭდავ და ფული მაინც გაიზრდება და უბრალოდ ხალხს სესხი გაუძვირდება და ბანკებს მოგება მაინც დარჩება და ასე შემდეგ. ასეთი თამაში შორს ვერ წავალთ. და რა ვიცი, წელიწადში რამდენიმე მილიარდ ლარს რო ბეჭდავ, შედეგი ერთი და იგივე იქნება სულ, ვარი გაუფასურდება. ამას არაფერი სხვა ახსნა არ აქვს. კონსტიტუციაში იმიტომაც წერია. ჩვენი კონსტიტუცია ყოველხემ კი არ მოიგონა ეს ამბავი. ზოგადად სამყაროში ასეა, რომ ცენტრალური ბანკი არის პასუხისმგებელი. თუ გაქვს ცენტრალური ბანკი ამ ფუნქციებით თუ ირთავ მას თავარი ფუნქცია ეს. ყველაფერი და ერთადერთი მაგისთვის არსებობს, ხო, ეროვნული ბანკი რომ გაკონტროლოს და. ხო და ამიტომ აქ არანაირი ორი აზრი არ არსებობს, არანაირი მაგრამ არ არსებობს. ანუ თუ ეროვნულ ბანკს მოუნდება ინფლაცია, რა ვიცი, ნული შეიძლება იყოს დეფლაცია, ფასები შემცირდა, შეიძლება მაღალი ინფლაცია იყოს, ყველაფერი მის ხელში არის. და საკითხი არის რა უნდა და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს, ამდენ სწრაფად გააკეთებს, ან შოკოლად გააკეთებს და მაქსიმალურად რაღაც სწრაფად დავინახოთ 6 თვეში შედეგს, თუ დროში გაწელავს, მაგრამ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის ხელშია.
ხო და აი მე უკვე თქვენ მაყურებლო გადაწყვეტოს როცა ამას არ აკეთებენ რა პოლიტიკური მიზეზი უნდა იყოს უმეტესად ეს ფული რომელიც იბეჭდება საბოლოო ჯამში პოლიტიკური ბიზნესის მსახურება იგივე მაგალითად ბანკები რო ავიღოთ მარტო იმიტომ კი არ აქვს მაღალი მოგება მაგალითად სოფლის მეურნეობაში რაც ხდება ჩვეულებრივად კახეთის მოსყიდვის ინსტრუმენტია მარტივად რო ვთქვათ რა არჩევნებისთვის ხმების ხალხს აგროს ესხებდა რაღაც უმრავლესობა რაღაც საერთოდ უაზროდ იხარჯება სიყალბეა უბრალოდ არანაირი აგროს ანუ სინამდვილეში ეს არ არის ეს რომელიც რეალურად პროდუქტი უნდა შექმნას საბოლოოდ და ან რაღაც ახალი ეკონომიკური არაფერი პირიქით აი მაგალითად სუბსიდიებით პირდაპირ აფუჭებენ ყურძნის ხარისხს აი პირდაპირ და ღვინის ხარისხს აი პირდაპირ მოქმედებს მეღვინეებიც ამბობენ რომ აი რაღაცნაირად ბრძოლა მეღვინეობასთან იმიტომ რომ ის ადამიანებსაც არ შეუძლია კარგი ხარისხის პროდუქტი გააკეთოს კარგი არის ახალისებული და იმას გარანტირებულად ყავს შემსხიდველი ოღონდ ამავდროულად აკაცო სქემა მუშაობს ხო არის ამ ფულს პირდაპირ იმას კი არ აძლევენ ადამიანს მოქალაქეს აძლევენ ჩამბარებელ ქარხანას რომელიც მე აქედან ხდის ამ ყველაფერს არ ყავთ და ყიდის მე რუსეთში აი უხეში სქემა რო ავიღოთ კორუფციული სქემა რომელიც აფუჭებს ქართულ ღვინოს აი ეგ სქემა არის ეგ სუბსიდია და ეხლა ეს სუბსიდია შეახცია ყველაფერში თან ანუ მანდარინის სუბსიდია ხო დაიწყეს თხილის სუბსიდია დაიწყეს თხილის რომელიც პირიქით იყო მოგებაზე გადიოდა მთლიანად კი არა, ნუ მიხვდნენ რომ ეს ამორჩეულის მოსყიდვის კარგი ინსტრუმენტია და ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხი შეიძლება უსას შეულობდნენ და რომ დაინახეს ერთ მაგალითზე მე გაავრცელეს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამ ყველაფერში საბოლოოში სამაგო სისტემაცაა ჩართული და რა ვიცი, ყველას აწყობს ეს სისტემა რა და მოქალაქის გარდა. ნუ პატიოსანი მოქალაქის გარდა რომელიც ამ ყველაფერს აფინანსებს. იმიტომ რომ ვიღაცა ამისგან ხეირობს და დანარჩენი საზოგადოების კისერზე ზის ასე ვთქვათ, მაგრამ ის ადამიანის დღედაღამე მუშაობს, რომელიც იბეგრება, მე ამ რა ვიცი, მაღაზიაში მიდის და გაძვირებულ პროდუქტებს ყიდულობს, ეს არის ეს ადამიანი აფინანსებს ამ თელ ზეიმს. სანდრო, ხვალშევ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ და ოპონენტებისგან მათ შორის შედარებით მარცხენა ფლანგიდან გამიგია რომ რაღაც ლაპარაკობთ გადასახადების შემცირებაზე, ისაც დაბალია ქვეყანაში გადასახადები, აი ჩვენ რაღაც ამდენია მოცულობა საგადასახადო თვირთი, რაღაც 100 ლარზე ამდენია მხოლოდ, რითიც თქვათ რეგიონში არ ვართ ყველაზე ცუდ ადგილას და რომ გადასახადების შემცირება სინამდვილეში არ არის გამოსავალი. თუმცა ამ გადასახადში რატომაც არასდროს არ ითვლება და გავიგე რომ კლასიკურ მონაცემებში არ ითვლება, მაგრამ ზოგადად ფუნქციური ნაწილია ის რომ რაღის ფული ქვეყანაში, სესხი რაღის ქვეყანაში. და სამწუხაროდ ამ პრინციპით დავითვლით ადამიანს რა გადასახადების გადახდა უწევს შეიძლება 50%-ს აცდეს ეს ყველაფერი საერთო ჯამში 100 ლარზე ინფლაციური გადასახადი რა სახელმწიფოში წერია საბოლოოდ ხო და ამას გარდა სესხის გადასახადი პლუს ფული რაღის ქვეყანაში ფული ხო რაღაცა ღირს რომ ადამიანმა რაღაცა გააკეთოს მომავალში და ამ ხრივ რამდენიმე ეტაპად გაფუჭდა საქმე. ერთი ლარიზაციის კამპანია, მეორე ინფლაციის ისე გაშვება ხელი და რომ მე უწევთ რეფინანსირების განაკვეთის და ეს არის მონაცემი. მოდი ამ ნაწილზეც რო მინდა გითხოთ რა, კიდევ ერთხელ მათ შორის განუმარტოთ მოქალაქეებს, რატომ იხდიან ცეცხლში ასეთ ზვირს ამ ქვეყანაში? ზოგადად, ანუ ისევ და ისევ სესხის ამბავიც ისე რომ ბანკამდე მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ პირობითად მე თუ ინფლაცია მაქვს, ავიცი 6%-ია, 5%. ხო არავინ არ მასესხებს ფულს 2%-ში. რა თქმა უნდა. ხო, ესე იგი, სესხი უფრო ძვირი უნდა იყოს, პლუს მოგებაც მჭირდება რომ დარჩეს, მაგრამ მარტო მოგებაზე არის ელემენტარულად უამრავი სხვა რისკი მაქვს. მაგალითად, პოლიტიკური რისკები, სასამართლო რისკები, აი, როცა ბანკს ურთულდება, იმიტომ რომ რაღაც საზოგადოებაში აღქმულია რომ ეს რაღაც ბოროტება გამოსახლება. ხო, ბანკისთვის ხო ხარჯია. ამიტომ იპოთეკური სესხი გაგიზვირდება. როცა გეუბნებია რომ დოლარში არ გასცევს სესხი, ანუ ბანკმა შეიძლება აიღოს მაგალითად IAF რესურსი ევროპიდან მოიზიდოს ევროში და გასცეს აქ შედარებით IAF სესხი ევროში, მაგრამ გეუბნებია არ შეიძლებაო. შენ მაინდამაინც ლარში უნდა გასცეო. ну მაშინ ეს სესხის გაზვირდება. ხო და საბოლოო ჯამში ერთი მხრივ ფულის ბეჭდა რომელიც მაღალ ინფლაციას იწვევს და რომ ამიტომ სესხი ყველავარჯი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ინფლაცია ადამიანურად გასაგები ამბავი უნდა იყოს. და უამრავი სხვა რეგულაცია რომელიც ამა თუ იმ ფორმის ზღუდავს კომერციულ ბანკებს, რომ საბოლოო ჯამში სესხი უფრო ძვირი იყოს და პლუს კონკურენციისგან დაცულია სამაკო სისტემა. ანუ ჩვენ რო გია გქონდეს ბაზარი, სიტუაციაში როცა ბანკებს ყოველწელს რეკორდული მოგება აქვს, რამდენიმე უცხოური ბანკი შემოვიდოდა და ბუნებრივია. ჩემი კითხვა სულ არის ეგ, რომ რატო არასდროს არ შემოდის ქვეყანაში უცხო არც ერთი თურქული ბანკი, აი თურქეთი ავიღოთ, მეზობელი ქვეყანა ვთქვათ, არ მოდის რაღაცა. ფრანგული ბანკები არ მოდიან, ერთი იყო და გავაქცეთ ის, ხო?
ერთი თურქული 10 ბანკი არის მგონი თურქეთში. ერთი თურქული ბანკი რატო არ დაინტერესდა ამდენი ხანი რომ ამ ქვეყანას შემოეძლეს ვალი გასცეს. პოლიტიკური საკითხი არ უშვებთ ხო? არ უშვებთ. ამიტომ აქ რო იყოს საბანკო სისტემაში კონკურენცია, ნაკლები რეგულაცია იყოს, ეროვნული ბანკი ფულს არ ბეჭდავს და დაბალი ინფლაცია იყოს, სესხი იქნებოდა ისე როგორც თავის ევროპაშია, შეიძლება ცოტა უფრო მაღალი პოლიტიკური რისკების სამბოში, მაგრამ ბევრად მაღალი და რამდენჯერმე მაღალი კარი იქნებოდა, შეიძლება რამდენიმე პროცენტი ყოფილიყო. მაგრამ აი ეს არის ზუსტად თქვენ ახსენეთ რომ ეს გადასახადი ეს ძალიან რთულად დათვლადია, მაგრამ ბუნებრივია რომ საბოლოო ჯამში შენ რო ხედავ რომ მთავრობის ან ეროვნული ბანკის ქმედებების გამო შენ სესხში იხდი 2%-ის ნაცვლად არის 12%-ს. ხო, ნუ მთავრობის პასუხისგებლობა. ასე პირდაპირ ასე ვერ გადათვლი და რთულია. ხო, გავიგე, კი. და ამაში ცოტა თავსაც, ოღონდ მე რომ თავიც არ მომიტყოთ რომ ვითომ არ არის. ხო, ცხადია, ანუ იმიტომ არის რომ ბანკები რაღაც ზუნწები არიან და მე 12% უნდათ. აბა თუ ეს მარტო ბანკებშია საქმე, მაშინ კონკურენცია დაუშვათ და 2-3 ბანკი დაემატება ბაზარს და აღარ იქნება ეს ყველაფერი, ხო? აი სანდრო, ამდენი წელი გავიდა უკვე და უკვე შეიძლება შეფასდეს ამ ლარიზაციის თუ დოლარიზაციის კამპანიის შედეგები. როგორ აფასებ ამას? აი ამ ხა ეს მოცემულობა რომ ამან გაუძვირა მოქალაქეებს სესხი. მარტივად რომ თქვა დოლარში თუ 2%-ით მინიმუმ ნაკლებად ამ 1% ნახევრით ნაკლებად გაიცემა სესხი, თქვენ დოლარში სესხს ვერ იღებთ, იმიტომ რომ ზედაზღვარია, ქვედაზღვარია, რის ქვემოთაც დოლარის სესხი არ გაიცემა. და ამით ეროვნულობისთვის დაბლოკილია ფაქტობრივად. ხო, პრაქტიკულად ჩვეულებრივი ადამიანისთვის დაბლოკილია ხა იმხელა ზღვარი არის რომ მაგის ზემოთ არც არონი არ მოგცემთ მაგხელა ვალს რა. თუ ბიზნესი არ გაქვთ რაღაცა ძალიან შემოსავლიანი. ხო და აი ამ ნაწილზე თქვა უკვე დადგა შედეგები, ამდენი წელი გავიდა, უკვე გადავიდა კიდეც და შესაბამისად რო შევაფასოთ ამის შედეგები ჩვეულებრივ მოქალაქისთვის რა. მე თავიდან ვამბობ, ეს უზარმაზარი შეცდომა არის, ალბათ არ შეიძლება ეს ზოგადი ლოგიკას გასაგებია, მე თუ მაგალითად დოლარში მინდა სესხი ავიღო, ხო, და ვიღაცა მიბლოკავს და ჩემთვის თუ მომგებიანია დოლარში სესხი, ან დოლარში ვაჭრობა მომგებიანია, ესე იგი მინიმუმ ჩემი მდგომარეობა უარესდება და ყველა ვიცით, რომ ბინის გაყიდვა იქნება ეს თუ მანქანის საბოჯოში ფასი მაინც დოლარში, ანუ ჩვენი მოსახლეობა დღემდე ჩვეულებრივად ხვდება, რომ დოლარი უკეთესია ვიდრე ლარი. დოლარს ვენდობით რა. დოლარს ვენდობით, ხო, ისე ამერიკას რო დაუბრუნდეთ, რა, დოლარს ვენდობით საბოლოო ჯამში რაც არ უნდა იყოს, არც რუბლს, არც იუანს, არც რაღაცა დოლარს ვენდობით და ეროვნული ბანკი გამოდის და გვიგზავნოს ამ დოლარის ტრანზაქციებს, ვაჭრობას, სესხის აღებას. გასაგებია ჩემ მდგომარეობა გავარესდებოდა, აი შორს ვარ წავიდეთ, მაგრამ იმის საბოლოო მიზანი ამ ლარიზაციის იყო ის, რომ უფრო მარტივად ხდებოდეს, ასე ვთქვათ, ადამიანის კონტროლი, მათი დაბეგრა, იმიტომ რომ თუ ადამიანმა შეიძლება გადაიყვანოს თავის ტრანზაქციები დოლარში ივაჭროს, დოლარში ეს გაიყოს, მაშინ ლარის ბეჭდა რთულდება. ანუ ლარს უდაბეჭდა უფრო მარტივად დაისახება ეს ფასებს, უფრო სწრაფად გაუფასურდება, ხალხი დაინახავს, რომ აგერ ლარი უფასურდება და გადაერთვება დოლარს. და ლარს მოიშორებს და ეს გამოჩნდება უკაფიო და ეს კონკურენცია რო ყოფილიყო, აი ხალხს რო არ დაინახა. ლარსა და დოლარს შორის კონკურენცია კი, ნუ ამიტომ დაიწყო ეს ლარიზაციის პოლიტიკა. და საბოლოო ჯამში რაც უფრო ასე ვთქვათ გაგრძელდება ეს და ისე საკმაოდ შორს არის შესული. რამდენი წელია მაგაშორ. ხო, საბოლოო ჯამში ადამიანების უფრო დაუცველი იქნებიან ეროვნული ბანკის ქმედებებისგან და როცა ეროვნული ბანკს რავის ფულს ბეჭდავს და აუფასურებს ლარს, ეს თლიანად დააწვება მოსახლეობას. აი ვიღაცას თუ 90-იან წლები ახსოვს, იმ ბედნიერ ხალხს, ვისაც შემოსავალი დოლარში ჰქონდა, კუპონიზაცია პრობლემა არ იყო. მაგრამ ნუ ცოტა იყო შეიძლება ერთეულები იყო ასეთი ხალხი, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ახსოვს იმ ხალხს, რომ დოლარი თუ ქონდა ჯიბეში, დაცული იყავი მთელი ამ პრობლემისგან. კი. იგივე რო არ ქონდეს მოსახლეობა რომ დაცული არ იყოს ეროვნული ბანკის ქმედებებისგან, ინფლაციისგან, ამის არის გაკეთებული და რა ვიცი, ოდესმე იმედია, სხვადასხვა დავაკვირდო ქართულ ოცნებას, ხოლმე ერთი არგუმენტი დარჩა ლარიზაციის, როცა სადღაც ამას საუბარი მიდის, რომ ლარიო ეს ეროვნული არის, თქვენ ეროვნულობას ებრძვით. ამაზე პრიმიტიული არც ვიცი რა არის. ხო, იმიტომ რომ მეტი არაფერი აღარ ხო, ნუ ვერიტყვია რომ სტაბილური არისო, მყარი არისო, პროგნოზირებადი არისო, ხალხს უხარია რომ ლარს იყენებს. ჩვენი ეროვნული ღირსება არის. კი, აი ეროვნული. ლარს ამ რომ დაემართოს ქართლობას დავკარგავთ. და ინფლაცია რომ ემართება, რომ აუფასურებენ ჩვენს ეროვნულ ინფლაცია და ესეთი მტკივნეული არის. ჩვენი შიდა არის, მოუფრთხილდა ჩვენს ინფლაციას. აი ეს დოლარის ინფლაცია რო იყოს, აი მაშინ სწორად გვექნებოდა. სანდრო, აი მომავალზეც რო თქვა, აი ადამიანებს თემებს ყველაზე მეტად მათ შორის საინტერესებთ. აი ლაპარაკობთ, რომ ეს არის მძიმე მოცემულობა, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ მარტივად რო თქვა, ცეცხლი არის ასეთი ძვირი ამ ქვეყანაში. შედეგი არის ინფლაციისა, რომელიც გამო რეფინანსირების განაკვეთი ამხელა, ეს არის ლარიზაციისა, იმის გამო რომ დოლარში კონკურენტის არ დაშვებისად, რომ ახალ კონკურენტებს არ უშვებენ. აი ეს მინიმუმ ხა ჩვენ სამი ჩამოთვალეთ კიდე არის რაღაც კომპონენტები, რატომაც ხა ეს ცეცხლი ძვირია. ზოგადად ღარიბ ქვეყანა რო ვართ მაგიტომაც, მაგრამ ეს სამი რაც უშლის ხელს ამის შემცირებას. აი უხეშად რო თქვა, არის თუ არა აი მეთოდური 2-3-4 წლიანი მუშაობის
პირობებში, რომ კონკურენტები შემოიყვანო ბაზარზე და ბაზარი გახსნა, მკაცრად აკონტროლო ინფლაცია და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთი შეამცირო და მოხსნა ეს ლარიზაციის ვალდებულება და შეძლო იაფი დოლარის შემოტანა შედარებით ქვეყანაში, რომ შემცირდეს სესხი ჩვეულებრივ ადამიანისათვის. იაფად აიღოს ვალი. ყველაფერი შეიძლება ძალიან მარტივად გაკეთდეს. რაღაცა ძალიან სწრაფად, რაღაცა დრო დაჭირდება. მაგალითად, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გაკეთდეს, ეროვნული ბანკის რეგულაციები, რომელიც ლარზე არის, გავსედდეს დოლარზე. ანუ გაათანაბრო ეს რეგულაციები დოლარსა და სესხებსაც ეხება და მაშინ სესხი აი უბრალოდ რაღაც პატარა განსხვავებით დაახლოებით იგივე იქნება, რაც რა ვიცი, ევროპაშია და ამერიკაში. უბრალოდ აი დანარჩენი ეს პოლიტიკური რისკები და კონკურენციის საკითხი იქნება, მაგრამ არა ლარის ინფლაციის პრობლემა. იმიტომ რომ თუ მე შემიძლია ზუსტად იგივე რეგულაციები ჩემზე მოქმედებს, რაც ლარზე იგივე იქნება დოლარზე, შემოიტანენ იაფიან რესურს დასავლეთიდან, დოლარს როგორც წესი და სესხი ავტომატურად გაიარდება. ეს პირველია. მეორე არის რომ უბრალოდ ანუ ორი პუნქტით, ორი-სამი პუნქტით ყველა შემთხვევაში ჩამოიწევს, ხო? აი ასეთივე დასაწყისი ნაბიჯები. კი, კონკურენციის ასახებ კონკურენცია არის კავნით აკრძალული, ის არის არაფორმულად აკრძალული. ბუნებრივია, ხო? ამიტომ ამას სანამ პრინციპულად არ შესვლი, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას ვერ უზამ. ანუ აი ეს გაიარება შეიძლება ამ ხელისუფლების პირობებშიც და რო არ ხდება ამ ჩანს სრული არ აქვს, მაგრამ აი პრინციპულად რომ მოაგვარო სიტუაცია და ბანკები შემოვიდნენ, აქ უბრალოდ ის ხალხი უნდა წავიდეს, ვინც ამას არაფორმულად ბლოკავს. ანუ ბუნებრივია, ზუსტად იგივე ვითარება არის სხვა ბაზარზეც. ახლა რომ ვლაპარაკობთ, რომ მშენებლობა რატო არის ქვეყანაში ძვირი. ხელოვნურად კანონის დონეზე ეს ვერ გაიტანეს, დემპინგური ფასით ამართლებენ, რომ ირანიდან შემოდის დაბალ ფასში თურმე მეტალურგიული ნაწარმი და ცემენტი და ხელოვნურად დაუწეს ეს განსხვავებული ბაჟი, საზღვარზე აჩერებენ და ამიტომ ხარისხიანი, ბევრად ხარისხიანი და იაფი პროდუქტი ირანიდან ვერ შემოდის და თურქეთიდან ცემენტის და მეტალურგიული პროდუქტის სახით და ამიტომ უნდა გადაუხადოთ რუხაძეს ფული თავის ცემენტში და რუსთავის მეტალურგიაში გაკეთებულ პროდუქტებში. არა მარტო, როცა კრიზისი იყო, კოვიდი იყო და თითქოს გაჩერებული იყო, იპოთეკური სუბსიდიები დავიწყეთ, რომ სამშენებლო კომპანიები, რომელიც გადაუხდებასთან დაახლოებულია, ბინები გაიყიდათ კოვიდის დროს. ანუ ეს ძალიან ისეთი ამბავია და ამიტომ აი ეს და მეორე ახლა ეროვნული ბანკი ფულს არ დაბეჭდავს, ინფლაცია დაბალი იქნება, ლარის სესხიც გაიაფთება. ამიტომ ჯერ შეიძლება გაიაფო მარტივად დოლარში სესხი, ვისთვისაც ეს მომგებიანი, იმისთვის მოხდება ეს და ეს შეიძლება რამდენიმე დღის საკითხი იყოს უბრალოდ, როგორც კი ეს მოხდება, უსვლა დაისახება შედეგზე. ფულს რო დაბეჭდავ დაახლოებით 6-დან 9 თვემდე გჭირდება რომ დაინახოს შედეგი ინფლაციაზე აისახოს და შენ თუ პროგნოზირებადი ხარ საკუთარ პოლიტიკაში და ხალხი დაგიჯერებს და ნუ შეიძლება წელიწად ნახევრის ფარგლებში უკვე ეს აისახოს უშუალოდ პროცენტზე ლარის სესხზე და თუ ისეთის ბედნიერი მომენტი დადგა ქვეყანაში რომ ხელისუფლება შეიცვალა და პრინციპულად ეს არაფორმალური ბარიერები ჩავხსენით, არა მარტო მართალი ხართ ეროვნულ ბანკს ზოგადად, ну, მაშინ კონკურენციის დაშვება რა, მოთამაშეების დაშვება. იმ მხარეს წავალთ, რომელიც ზოგადად ყველას გვინდა რომ იყოს, რომ იყო დიდრები და ბედნიერები.